ნაციონალურმა მოძრაობამ უარი თქვა სადეპუტატო მანდატზე. სამწუხარო ფაქტია, რომ 17,000 ხმაზე მეტი მიიღო მოქმედმა დეპუტატმა, ის წელიწადზე მეტი არ ჩანს და უფუნქციოა. და დღეს მე არ ვიცი ვინ განაგებს. შეიძლება ვიცოდე, მაგრამ მაქვს სურვილი არგუმენტები ვნახო დასაბუთებული და მე დავასახელო ვინ განაგებს რაიონს, რა ფორმით განაგებს, რა უფლებამოსილებით განაგებს. ცხადია, რომ პარლამენტის ბიუროს ხარჯები იმდენად შეამცირეს, რომ ერთი სოფლის წმუნებულის ყოველთვიური ანაზღაურება მეტია, ვიდრე პარლამენტის ბიუროს ხარჯები თავის დაქვიტებით. 10,000 ჩამეყვანეს წელიწადში. ესე იგი, ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტის ბიურო არ ჭირდება, ანუ პარლამენტს არ ჭირდება. ესენი არიან ვიწრო კერძო ინტერესებზე დამკვიდრებულები და დაინტერესებულები, სხვა არაფერი. ესეთი სამარცხვინო ჩინურიტული ელიტა ზესტაფო ჯერ არ ყოლია. გეწაძე არა, კახა გეწაძე. ცენიათ თუ არა რამე მე შესახებ გქონია. რა ვიცი, შვილი არაფერი არ ვიცი მაგას. ვიკი მართავთ რამეზე? ის თბილისშია. აქ არ ჩამოდის. მაგ მინახავს, მაგრამ ტელევიზორში როცა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი. ეს სხვა ხრო მე არ მინახავს ის და ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჭიდაობის საქმე წასულია ძალიან ცუდად. ამდენად ესე იგი როგორც დეპუტატი რაიონში რაც აირჩიეს, მის შემდეგ გინახა. არ გვინახავს, არა. კახა, მაინტერესებს სად შეიძლება კახა გეწაძის ნახვა? ვერ გეტყვით, ეხლა ამ წუთში სად არის, იმიტომ რომ უნდა წასულიყო მაგ ოლიმპიადასთან დაკავშირებით. და ბოლოს როდის იყო ქალაქში? ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გახლავთ, ეგ გეცვენებთ გაბატონებია და ოლიმპიადა ხო იყო, მაგასთან დაკავშირებით უნდა წასულიყო ლონდონში და ზუსტად არ გავადგენ და თუნდაც აწუჩი შემეხმიან და შეგეხმიან. მაინტერესებს ბოლოს როდის იყო რაიონში ჩამოსული? ვერ გეტყვით რა ეგრე არ ვიცი. ზესტაფონში თუ შეიძლება თქვენი ნახვა? რა უკვე აღარ. რატომ? დღეს მივფრინავ ოლიმპიადაზე ლონდონში. და როდის შეიძლება ბოლო პერიოდში თითქმის 1 წლის მანძილზე არ ჩანხართ რაიონში და მაინტერესებს რა არის ამის მიზეზი? მივფრინავ ლონდონში ოლიმპიადაზე და 15 აგვისტომდე არ ვეცნები საქართველოში. და 15 აგვისტოს შემდეგ შევძლებთ თქვენ ნახვას რაიონში? ვაუდოთ.